მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ლელიანის სათემო რადიოს, მე ვარ ტასო მოდებაძე და ვიქნები დღევანდელი გადაცემის წამყვანი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, კონკრეტულად კი რას წარმოადგენს ზრდასრულთა განათლება და რა შესაძლებლობებს იძლევა ის. გეტყვით, რომ ზრდასრულთა არაფორმალური განათლება წარმოადგენს განათლების ორგანიზებულ ფორმას, რომელიც ღიაა ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურველისთვის. ის არ არის სავალდებულო, შეიძლება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში ან მის მიღმა. ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრები თითქმის უკვე 20 წელია იქმნება საქართველოში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International-ის საქართველოს ოფისის ძალისხმევით. დღევანდელ გადაცემასაც სწორედ ამ თემაზე საუბარს დავუთმობთ, ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე და შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ მოწვეულ სტუმართან ერთად. სტუდიაში მოვიწვიეთ ბახვა შაურშაძე, რომელიც ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ამჟამად საოფისე პროგრამებს სწავლობს. ბახვა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოყავით დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენი ისტორია შთამაგონებელია, იმიტომ რომ 57 წლის ასაკში გადაწყვიტეთ შეგესწავლათ ახალი საქმიანობა, მოგვიყევით ვიხართ და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სასწავლო პროცესში კვლავ შესულიყავით. მე ვარ ბახვა შაურშაძე, დაბადებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში. სწავლა ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან, მაგრამ არ მომეცა საშუალება. მე ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დავასრულე. პრეზიდენტი რომ გადააგდეს, ასე რომ ვთქვათ, საწყალი გამსახურდია. იმ პერიოდებში ვიყავი სტუდენტი და ასეთი დაძაბული დრო მქონდა, ასე რომ ვთქვათ და შემდეგ 50 წლის მერე დავამთავრე მაინც ჩემმა ცოდნამ გაჭრა და დავამთავრე სარეინჯერო კურსი ერთწლიანი, ვარ მეოთხე კატეგორიის მეტყევე, დავამთავრე კოლეჯ AIS-ის ლაგოდეხის ფილიალი. და მის შემდეგ ძალიან ინტერესში ჩავარდი, რომ ინგლისური ენა მესწავლა და მეორე ფაკულტეტი წელიწადი და 7 თვე უკვე თავის პრაქტიკებია და ვსწავლობდი და ვარ კულტურული მემკვიდრეობის გიდი. დიდი მადლობა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც მე აქამდე მომიყვანა და ამ ორგანიზაციას, სადაც მე ვსწავლობ საოფისე საქმეს. ეს შეხება არ მქონდა ინტერნეტთან და ნოუთბუქთან და ვიყიდე ნოუთბუქი და 2 თვეა ვსწავლობ ლელიანში და დიდი მადლობას მოუხდი აქაულ თანამშრომლებს ზოია ზიზილაშვილს. ბახვა, ახლა სწავლობ საოფისე პროგრამებს. მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტე ამ საქმიანობას დაუფლებოდით, რაში გჭირდებათ აი ამ ასაკში საოფისე პროგრამების შესწავლა? ეხლა ვარ მე 57 წლის, 53 წლიდან მე დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა 0-დან და ტვინი მეუგნეოდა თან ისა ჩემი მასწავლებელი, იქ რომ ვსწავლობდი კოლეჯ AIS-ში, გამარკვია ცოტა რაღაც, მაგრამ ფიზიკურად მე მასწავლებელი არ მყოლია და ინგლისური ენა მესმის ახლა 70% თვითნასწავლი ვარ, ძირითადად თვითნასწავლი ვარ და გადავწყვიტე და ამ ეხლა გადავწყვიტე საოფისე პროგრამების სწავლა, რომ მინდა გავხდე ინგლისური ენის სპეციალისტი. ყველანაირად ძალიან მოწადინებული ვარ ინგლისურ ენაზე და მე ჩემს სიტყვას ყოველთვის რასთვისაც ხელი მომიკიდია, ის შემისრულებია და მე დარწმუნებული ვარ, გავხდე ინგლისური ენის სპეციალისტი და დავამთავრო უნივერსიტეტი. და საოფისე პროგრამების შესწავლა რაში დაგეხმარებათ კონკრეტულად? ძალიან დამეხმარება. მე თავს შეზღუდულად ვგრძნობდი, სანამ აქ მოვიდოდი და იმიტომ გადავწყვიტე, ცხოვრება ვითარდება, წინ მიდის, რა თქმა უნდა, დღესდღეობით მარტო ინგლისურ ენას აღარ, ახლა თურქული ენაც კი დავიწყე, გერმანული ცოტა რაღაცა ვიცი და რუსული ენას წყალივით ვფლობ, 5-იანზე ვფლობ ყველანაირად. და გერმანულ თურქულ ენას ცხოვრებაში რო არ დავინტერესებული ვარ, თუ დრო დამჩა ხოლმე, იმასაც ვსწავლობ და ამაში მეხმარება ეს კომპიუტერი და ყველაფერი და მინდა ეს კომპიუტერი 100% თუ არა 90% მაინც ვისწავლო და მე ამ საქმეს გავაკეთებ ახლო მომავალში. ძალიან კარგი. აი კონკრეტულად უკვე კურსზე რა ისწავლე, რასაც შენს ყოველდღიურ საქმიანობაში, აი ამ მიზნის შესრულებაში იყენებ? ყველაფერი ვისწავლე უკვე კომპიუტერში, ძალიან წინსვლა მაქვს, რომ მეტი არ შეიძლება. ისეთი გახარებული ვარ, ადრესო დადარდიანებული ვიყავი ხოლმე, რო არ ვიცოდი. და ეხლა უკვე გაისხნა ტვინი რა ამ კომპიუტერის მიმართულები და მინდა რომ ეს საქმე მივიყვანო ბოლომდე და ვისწავლო ყველაფერი. და მეხმარება ინგლისური ენის სწავლაში, თურქული ენის სწავლაში, რაც მაინტერესებს, შევდივარ უკვე იქ Google
მობაილებში და ვაგუგლებ და თუ რამე მაინტერესებს, ყველაფერს კინოებს და ყველაფერს უსმენ ინგლისურ ენაზე, რომ ინგლისური პირველი ჩემი დანიშნულება არის, რომ ინგლისური ენის სპეციალისტი გავხდე და ახლო მომავალში მე დარწმუნებული ვარ, ერთ წელიწადში 90-95%-ზე ავალ ინგლისურ ენაში, იმიტომ რომ დღე და ღამე ვარჯიშობ. მე ვარ რეინჯერი, მთაში დავდივარ თუ ბარში დავდივარ, ან შპარგალკები, ან ტელეფონი, ან ყველანაირად ვსარგებლობ. და ძალიან წინსვლა მაქვს. ბახვა, ძალიან საინტერესო არის შენი ისტორია, რომ ამასაკში გადაწყვიტე ახალ-ახალი ინფორმაციები შეგეთვისებინა, გესწავლა ენა, ახლა მეორე ენას ეუფლები უკვე თურქულის სახით. ნოლიდან, კი. იცი რა მაინტერესებს? რამდენად შენს გარშემო ხვდები იგივენაირ ადამიანებს, რომლებსაც აი ამასაკში მოიფიქრეს რაღაც ახლის შესწავლა. არის თუ არა ეს აქტიურად ადამიანებში? იშვიათად რომ ჩემ მიზნებისკენ, რაღაც მე მიზნებისკენ ვარ მოწადინებული, ასე შეხვდე ადამიანს. ალბათ ასკატში 1-2 თუ იქნება და იმ ორში მე ვარ. მაგრამ მე სიტყვას ვიძლევი, რაც მithქვია, ის ყოველთვის შემისრულებია. კეთილი საქმეები მე მინდა გავაკეთო, ვისწავლო ყველაფერი და გამოვადგე ჩემს საყვარელ საქართველოს და ჩემ ლაგოდეხს. შვენიერი მოგვიყევი საიდან გაიგე ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის შესახებ და მსმენელებს ისიც უთხრათ საიდან დადიხარ ჩვენს ორგანიზაციაში. არც თუ ისე ახლოს არის შენ საცხოვრებელ ადგილთან. ჩემი სახლიდან აქამდე 40 კილომეტრი მაინც იქნება. და მინდა თუ არ მინდა, მე ვალდებულად ვთვლი ჩემ თავს რომ მოვიდე, თუ მოვედი აქ და დიდ მადლობას ვინც აქ ეს ადგილი მომასწავლა, დიდ მადლობას მოვუხდი მე მარიტა ცერცვაძეს და ჩემ ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც კოლეჯში მასწავლიდა. ესე იგი გაუზიარებ თუ არა ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობებს, ხვებსაც და სამომავლოდ თუ აპირებ რომ კიდევ შემოგვიერთდე, თუ კი შენთვის საინტერესო რაიმე სასწავლო კურსს დავიწყებთ. მე მოუწოდებ ყველა მოწადებულ ადამიანს, რომ წლოვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემი თავიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ ბოლო 50 წლის მერე ახლა ვარ 57 წლის, ამ 7 წელიწადში ბევრი რამე ვისწავლე და ალბათ სამჯერ მეტად განვითარდი, რაც 50 წლამდე ვიყავი. ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი და სულ ციგნებში ვარ და რა ვიცი. რაც შეეხება მოუწოდებ ყველას, ყოველთვის დაგვიანებული არ არის და თუ რამე აინტერესებს ჩვენ ცხოვრებაში, რაც განვითარდება ჩვენი საქართველო და ჩვენი ქართველი ხალხი, უნდა მოიწადინოს და დაამთავროს საოფისე საქმეც და მე ამის მერე კიდევ უერთები თუ რამე გაისხნა კომპიუტერის მიმართულებით, რამე ჯგუფი გაისხნა, მე ყოველთვის ეს ამბავი 100% თუ არა 90%-ს მაინც ვისწავლი. მე ჩემი თავის ჯერა ეგ არის რომ ნოლიდან მაქვს დაწყებული. ბახვა, ესე იგი შენ კულტურული მემკვიდრეობის გიდიც ხარ? კი. მუშაობ ამ მიმართულებით? არა, მაგ მიმართულებით არ მუშაობ. მე ვარ რეინჯერი დღესდღეობით და ყოფილი გიდი ვარ. მე 2 წელი ვარ რეინჯერი ვარ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების და მანამდე ვიყავი 5 წელი გიდი და თაში საცხენოსნო გიდი და საფეხმავლო გიდი. კულტურული მემკვიდრეობის გიდის დიპლომი მე მაქვს, წელიწად და 7 თვე ვისწავლე კოლეჯში. და მაგ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებ, როგორც გიდი? ძალიან კი, აი შეიძლება მასეც იყოს და იმიტომ ვსწავლობ ამ საოფისე საქმეს და ძალიან დამაინტერესა კომპიუტერი. რომელსაც მე მინდა სულითა და გულით, რომ რაც მალე ვისწავლი, ჩემთვის უკეთესი იქნება. ჩემ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვისწავლო, რაც მალე იქნება, ჩემთვის უკეთესი იქნება. ბახვა, გისურვებ წარმატებას, მიგიღწიოს შენი მიზნისთვის, ჯერა რომ აი ამ შრომის მოყვარეობით ყველაფერს მიაღწევ. ინგლისურის მასწავლებელი გინდა გახდები ინგლისურის მასწავლებელი, თუ კი ასე ყოველდღიურად იშრომებ. აგერ ჩვენს ორგანიზაციაში ამერიკიდან მოხალისე გვყავს ალექსი, შეგიძლია იურთიერთო, ილაპარაკო, პრაქტიკა გქონდეს ინგლისურში და შემდეგ სხვა სასწავლო კურსებს თუ გადაწყვეტ შემოგვიერთდი, აუცილებლად ვაპირებთ კიდევ ერთი საინტერესო კურსის ჩაშვებას და დეტალებს სულ ცოტა ხანში შეგატყობინებთ. წარმატებები ბახვას და ყველა ადამიანს, ვინც ზრდასრულ ასაკში გადაწყვეტს ახალი პროფესიის, ახალი საქმიანობის შესწავლას. გეტყვით, რომ ეს არის სათემო რადიო მისი ხმა. სათემო რადიო შექმნილია გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან,
DVB International-ის მხრიდან და ასეთი სათემო რადიოები საქართველოში სულ 14-ია ზრდასრულთა განათლების ცენტრებში ფუნქციონირებს და ამ რადიოების მიზანი არის, რომ ადამიანებს და მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ზრდასრულ ასაკში გადადგმულ ნაბიჯებზე, რამაც ადამიანები გადაარჩინა ახალ პროფესიებზე, რომელიც შეიძინეს ზრდასრულ ასაკში და რომლის საშუალებითაც შეიცვალა მათი ცხოვრება. დაგემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე.